ჭონია კოალიცია ცვლილებისთვის შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში სტუდიაში მოგესალმებით მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის მოგესალმებით. ხო, უნდა ვისაუბროთ იმ ერთგვარ დაპირისპირებაზე, რასაც ჰქონდა ადგილი გუშინ ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის შორის, მაგრამ მინდა დავიწყოთ იმ განხილვით, რომელიც ახლა მიმდინარეობს ოცნების პარლამენტში, ეს Eagle Hills-ის პროექტს უკავშირდება, რომლის შესახებაც ახლა ირწმუნება მოკლედ ირაკლი კობახიძე, რომ ეს იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, რომ თითქოს იმ კომპანიის მოთხოვნა არის, რომ საიდუმლო დარჩეს ამ ხელშეკრულების პირობები და რეალურად საქართველოს რამე სერიოზულ ფინანსურ ვალდებულებებს საკუთარ თავზე არიღებს. ხო, რას უკავშირდება ეს განხილვა, ვისთვის არის ეს გამიზნული, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ მათ კითხვა საერთოდ არ აქვთ კობახიძესთან, მაგრამ ის მაინც მოვიდა და უნდა გასცეს ყველა კითხვას. ნუ ახლა ვისთვის არის აქ აბსურდია საერთოდ ეს არის ჩვეულებრივი შაპიტო იქ რაც ხდება, ხო? ანუ თვითონ არიან რაღაცა ნაჭუჭი ჩაკეტილი, სადაც ხა მიდის. ანუ ფაქტობრივად ოცნება იქ ხა დანარჩენი, რა ვიცი, სხვა ვინ არის, არავინ არ არის, ხო? ანუ ერთპარტიული მართლობა, ჩვეულებრივი რაც იყო 30 წლის წინ კომუნიზმი, მიდის და იქ რაღაცა თეატრს დგავენ. შეიძლება ითქვას, რომ მათი მხარდამჭერებისთვისაც არის ეს საკითხი. არ არსებული არის, ნუ რა თქმა უნდა, მხარდამჭერები ყველასთვის პრობლემურია, ნახეთ, აი ძალიან აი დავიწყოთ პრეისტორიით. ზოგადად ხა, როდესაც აი რაღაცა კომპანიები იყო, ხო, ოდესღაც საქართველოში, რომლებსაც ჰქონდა დეველოპერული კომპანიები, რომელსაც რაღაც პრობლემები შეექმნათ. ხო, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, როდესაც აპირებთ ინვესტიციის ჩადებას, ნუ მინიმუმ იყიდოთ ბინა ან ფართი, რომელიც მომავალში გინდათ გააქირავთ, რომელიც შემოსავს მოგიტანთ. ისეთ კომპანიას, რომელმაც იცი რომ შენებლობა ვერ დაასრულა და თქვენი მეგობარი ვიხმარ ამ სიტყვას მარტივი გასაგები რო იყოს მათთვის გადააგდო. ანუ იმ კომპანიას თქვენ საქმეს დაიჭერთ, არ დაიჭერთ, ხო ლოგიკური ხა აუცილებლად ვინც არ იცის თქვენი ეთერის საშუალებით ხა კი არსებობს ინტერნეტი და მარტივია, მაგრამ ხა არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ამ ინფორმაციის მოძება და მოგმართავთ შემოკარგებო. ანალოგიური პრობლემები ზოგადად, ანალოგიური, როდესაც აქ იყო დაფარულ ხელშეკრულებაზე საუბარი და პროექტის პრობლემები შეექმნა, ეს დაიწყო სერბეთში. შემდეგ იყო უკვე უნგრეთში, შემდეგ იყო მონტენეგროში და ინდოეთში. ანუ ნახეთ, დავიწყოთ ესე იგი ქვეყნები, რომლებიც თქვა აქედან მხოლოდ ევროკავშირის წევრი არის უნგრეთი, მაგრამ როგორ პრორუსული არის, ნახეთ, ნუ სერბეთში რამხელა პრობლემებია, მონტენეგროში პრობლემები არის, ნუ ინდოეთს ზოგადად არ ვსაუბრობ და იმასაც გეტყვით რა, რომ დამცინავი ტონი, სხვათა შორის ერთ-ერთი ინტერვიუ შეიხმა მიცა რაღაცა, ნუ აი რაღაც სანაპირო ინდოეთშიო, სიმთვრალეშიო, თუ არ ვინ აბახუსებზე თუ რაღაც, ანუ მოკლედ აი დავლიე და ვიყიდე, ანუ ხო, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ყველგან იყო პრობლემა, ეხლა ჩვენ რო ამ თემაში შევიდეთ, აქ ეთერი კი არა 2-3 საათი არ გვეყოფა, ამიტომ ყველას მოუწოდებ, რომ ინტერნეტში ძალიან მარტივია დღეს მოსერჩონ და ნახავენ თუ რა პრობლემები შეიქმნა. ანუ ეხლა შესაბამისად მინდა კიდე გასაგებ ენაზე ჩვენ ძვირფას მოსახლეობას უფრო მხარდამჭერებს ქართული ოცნების აუხსნა კიდევ ერთხელ. როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ხელშეკრულება არის დაფარული, აი მაგალითად მინდა გითხრათ, როდესაც ემიგრანტები განსაკუთრებით, იმიტომ რომ ემიგრანტები ძირითადად უფრო ვინც ყიდულობენ წასულები არიან, რომ გაიუმჯობესონ. უბრალოდ ნახეთ ხო, მაგასაც მეუბრუნდები. აგზავნის ადამიანი წასულია 3 წელი, 4 წელი, 5 წელი წვალობს და გიგზავნით, რომ გაიუმჯობესოთ პირობები, ან იყიდოთ ფართი, სადაც რომელსაც შემდეგ გააქირავებთ, საცხოვრებელი ან კომერციული ფართი. და ნახეთ, მიხვედით ვთქვათ, რომელიმე დეველოპერულ კომპანიას ხა რეკლამაში რო არ ჩამეთვალოს არ დავასახელებ და გეუბნებათ, რომ ხელშეკრულებას კი გავაფორმებთ, მაგრამ ამ ხელშეკრულებას არ გაჩვენებ. უბრალოდ თქვევით ხელმოწერა იქნება, იქ რა წერია, შენ არ გეცოდინება და ნუ უნდა გადამიხადო თანხა. ნუ ეს ხო სრული აბსურდი არის ხალხო. ეხლა რატო გიხსნით ამას თითოეულ თქვენთაგანს? იმიტომ რომ ჩვენ, ანუ ახლა შეპესეს როცა ვქმნით, ან სააქციო საზოგადოებას ყველა ვხდებით ამ სააქციო საზოგადოების და შეპესეს დამფუძნებლები, თითოეული საქართველოს მოქალაქე, ვინც ხართ, ყველა ხართ ამ ქვეყნის დამფუძნებელი და აქციონერი და ასე შემდეგ. ყველას გაქვთ უფლება იცოდეთ, როცა თქვენ ქვეყანაში რაღაცა ხდება, ჩაეძიოთ ბოლომდე, რომ რა შედეგები შეიძლება მოყვეს, მით უმეტეს, როდესაც ხართ გადასახადის განახორციელებელი და როდესაც საუბრობენ თქვენ კეთილდღეობაზე და როდესაც საუბრობენ ის ადამიანები, რომელსაც ჩვენ დაქირავებული ყავს, ხალხო, რა გონიათ, ეხლა ირაკლი კობახიძე და ის ადამიანები, რომლებიც იქ დამცინავი ტონით, ჟესტიკულაციით იქცევიან და მართლა შაპიტოს დაემსგავსა, კი არა და არ ვიცი რა უბედურება ხდება ამ პარლამენტში, ანუ
ჩვენ მიერ გადახდილი ანუ თქვენ უხდით ნების აი ემიგრანტი ვისაც ყავთ ეხლა იმიტომ რომ ძალიან მწვავედ შეეხო ემიგრანტებს და იმიტომ უხსნი განსაკუთრებით რომ როდესაც გიგზავნით აი ნახეთ დაშორებული ხართ თქვენ მეუღლეს არ ვიცი ქმარი იქნება დედა იქნება შვილი იქნება წასული არის გენატრებად წვალობს ფულს გიგზავნით აქ რაღაც თქვენი კეთილდღეობის და ვიღაცა პარავთ ამ ფულს როგორ წარმოგიდგენია და ვიღაცა ისეთ რაღაც კაბალურ ხელშეკრულებას აფორმებს რომელიც თქვენთვის ცნობილი არ არის და რა შედეგს მოიტანს ზოგადად არ ვიცით მით უმეტეს როდესაც გვაქვს ძალიან ცუდი ისტორია ხა ემიგრანტებზე როდესაც საუბრობენ და ემიგრანტებიდან შემოსული ძალიან გააბრაზეს ახლა რომ ვითომ მათი გამოგზავნება თანხები შევადაროთ რა მოდით რა ნახეთ ემიგრანტები რასაც რიცხავენ ეს ისო ჩვენ ქვეყანას ხმარდება და ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ აქ ჩვენ ეკონომიკას ვერც განმავითარებდით. ანუ ამით ხდება ყველაფერი ზოგადად და დეველოპერული ბიზნესის განვითარებული რო არის და ამ ბიზნესიდან ჯერ რაღაცა აბსურდის თეატრში არიან შესული რაღაც ციფრებს აბრახუნებენ, რომ ხან რაღაცა მილიონი შემოვა, მილიარდი შემოვა, დასაქმდება 24,000 თქვა იქ დროებით 8,000. ხეთ ინვესტიცია ზოგადად არსი რო იცოდეთ ეს არის დეველოპერული ბიზნესი გარიგება ორ კერძო სუბიექტს შორის მე რომ ოცნებას და კონკრეტულ არაბს შეიხს შორის არის გარიგება საიდანაც სარგებას ვერ ნახავთ არ მოგატყუოთ არავინ სარგებელი კი არა შეიძლება ზოგადად ისეთივე პრობლემები შეიქმნას როგორც იგივე ენკას შემთხვევაში იყო და არაერთი პროექტი რომლის გამოც ჩვენ გვიწევს ამ ვალების და ჩვენ შვილებს მოუწევთ ასობით მილიონი ლარის სამწუხაროდ ვალების გადახდა და რატო ფარავენ ანუ როგორ შეიძლება დამალული იყოს ხალხო კიდევ ერთხელ გიხსნით როცა მიდიხარ და ყიდულობ ბინას და კონტრაქტს აფორმებ და გითხრან რომ აპაპაპ კონტრაქტში არ ჩაიხედო არ არის საჭირო შენ ოღონდ ფული მომეციან რაღაც ანუ აი ან იგივე ვისაც გაქვთ თქვათ ეგრეთ წოდებული უფრო გასაგებენაზე რომ ძველ სახლა ბარაკებში რო ცხოვრობ და მოდის დეველოპერი და ხელს გაწერინებს ისე რომ კონტრაქტს არ გაკითხებს და მე შეიძლება დარჩე ჰაერში ხო რაღაც ესეთ პრეცედენტებით სამწუხაროდ ყოფილა ალბათ უფრო 20 წლის წინ და ასე შემდეგ ეხა შედარებით უფრო უკვე ცივილიზებული ვერი ვართ ეხა მართლა ესე ხო არ გავაცურებ მაგრამ ესე ნახეთ უბრალოდ შემთხვევაში ყოფილა მაგრამ სახელმწიფო როდესაც ხო და აი მაგას ხსნი ზუსტად რომ ჩვენ ვინც ვართ რამდენი ქართველ ვინც ვართ ამ ქვეყნის მოქალაქე თითოეული ჩვენთაგანის არის გოჯი მიწა როგორ გონიათ ეხა თავს რო აკლავენ მიდიან ისთვის მე სამშობლოს იცავენ ტერიტორიულ ერთეულს იცავენ ხალხო საომარი გვაქვს ეხა პირდაპირ მნიშვნელობით რომ რაღაც პრობლემები არ შექმნას ჩვენ ქვეყანას ანუ ეს არის ჰიბრიდული ომი ანუ შეიძლება ვიღაცას დღეს არ ესმის ჰიბრიდული ომი რას ნიშნავს მაგრამ ეხა რახან ფიზიკურად არ კლავენ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეროვნულად არ გადაგაგვარებენ თქო რაღაცა აბსურდისტია ვიღაცები ბოდიალობენ რაღაც იდიოტობას მართლა ბოდიშთ ამ სიტყვისთვის რომ ვიღაცას აიძულებენ ქორწილებას და სქეს შეუცვლიან ხალხო როგორ ეხა ამაზე დროის დაკარგვაც აბსურდი არის როგორ შეიძლება და როგორ წარმოგიდგენიათ ეხა რომ ესეთ მარტივია წადის სქეს შეგიცვლო ძალით წაგიყვანენ თუ როგორ იზავერ მართლა ვისაც უნდა მაგის გაკეთება ისიც ვერ ახერხებს იმხელა თანხაჟდება და ეხა ნუ აი არ ვიცი ეხლა ეს რასებმის იცი თამარ ჩემო კარგო აი ნახეთ ის ზუსტად რასაც აკეთებენ განათლებასთან დაკავშირებით ანუ რაც უფრო ნაკლებად არის ადამიანი განათლებული ძალიან მარტივი სამართავი არის და ნუ მისთვის რაღაცა პირობითად ვიძახი რაღაცა შემოსავალი X-ი თქვა დავიღოთ 1000 ლარი საკმარისია და ნუ მას არ აინტერესებს არანაირი მოთხოვნა არანაირი ის არ აქვს რაღაცა გამოვა იმას იწევს ამას იწევს აი ეს არის ძალიან ცუდი განათლების რეფორმა ზუსტად ამას ემსახურება რომ გძელვადიან პერსპექტივაში არ ვიცი ეს ადამიანები რა ქნან ეს ახალგაზრდობა დააჩლუნგონ თუ არ მიცენ საშუალება იმის თორე რომ განვითარდნენ უბრალოდ და ამ ყველაფერთან ერთად ეს რომ მავნებლობა არის გეუბნებით რომ ეს არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა თუ პრობლემა არ არის გაასაჯარონ რაზეა ლაპარაკობთ ნებისმიერი დეველოპერი შემოვა თუ ვინ შემოვა და აქ ქართველს დაასაქმებს აქ ინვესტიციას ჩადებს ეს არის ძალიან კარგი მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენ მიწაზე ხდება ეს და შენი მიწა ვიღაცამ შემდეგ ქართველებიც იცხოვრებენ თუ იყიდე რას ნიშნავს ც კი არა ანუ ქართველებისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მით უმეტეს როდესაც არის არაერთი ექსპერტის დასკვნა ვნახეთ ჩვენ და კონსულტაციაც ანუ როცა გაიარეს რომ ეს არის ფილტვი ფაქტიურად ჩვენი თბილისის ფილტვს ხევენ შუაში საიდანაც ანუ აქ ახლა აღარ მაქვს აჭარაზე საუბარი ცირდება ქვეყანაში ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ხო ეს ხედავთ ამ მონაცემებს ევროპასთან ურთიერთობა ახლა რა ეტაპზეა იმისაც ხედავთ და ალბათ ამ ევროპასთან ურთიერთობა ნახეთ სწორედ იმ ეტაპზეა რაც უნდა ოცნებას ახლა თქვენ ილუზია ხო არა გაქვთ რომ მათ უნდათ ევროპასთან დაალაგება როგორ შეიძლება ხა რასაც დღეს აკეთებენ მათ დაალაგება უნდათ პირიქით ანუ მოდის პროპაგანდა თავიდან ბოლომდე რომ ევროპა არის
ძალიან ცუდი. აი, ნახეთ, ისე ბიზნეს მიმართულებით წავიდეთ. ბოლო წლების განმავლობაში ძირითადად ჩვენ რასაც ვხედავთ, დაფინანსება რაც ხდება ბიზნეს კომპანიების, რომლებსაც თავიანთ პროდუქციის გატანა უნდა, თან ხდება ჩინეთის ბაზარზე ან არაბეთის ბაზარზე. ანუ ცუდი კი არ არის, კიდევ ერთხელ ვიძახი, ძალიან კარგი არის, მაგრამ ანუ ჩვენ ახეთ ევროპასთან, რომელთანაც ამდენი ვიშრომეთ, ამდენი საუკუნე არის რაღაცა მაგვინდა ცივილიზაციასთან იმას ვწყდებით და მაქსიმალურად აქცენტს ვაკეთებთ არაბულ ქვეყნებზე, ჩინეთზე, სადაც თქვათ ის ხარისხის მოთხოვნები, რომლებიც ევროპასთან არის, არ არის. მეკითხა ის სტანდარტსაც უზრუნველყოფს სტანდარტები, მოდი კავშირთან პროდუქტის გატანის შესაძლებლობა, ეს კონკრეტულ ხარისხიან სტანდარტს არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპა აქ კი არ ჩადო ვიღაც იმებში, რა ქვია, რასაც ესენი ეძახიან, რო აქ აგენტები და აგენტებში კი არ ჩადო ფული. სახელმწიფოც დააფინანსა, რამდენ სახელმწიფო პროექტზე ვარ მე ნამყოფი, მათ მიერ დაფინანსებულზე, სადაც აი გამოდიან ესე გაჯგიმულები, რომ აი ეს ამ ევროკავშირის ამან დააფინანსა და რაღაც ღონისძიებებს აწყობდნენ, რა ვიცი, არაერთი სამსახური, რომ ეს არის ძალიან კარგი და სტანდარტიზაცია, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი, ნახეთ, ევროპაში რო ჩადიან და უყურებენ, რომ ყველა თქვა ვაშლი იქნება, მსხალი იქნება, არ ვიცი, რაღაც იქნება, მარწყვი იქნება, სტანდარტულია, ყველა ზრუნავენ თავიანთი მოსახლეობის ხარისხზე, რომ არ იყოს რაღაც ზედმეტი ნიტრატები იქნება, რაღაც იქნება, ასე შემდეგ, სტანდარტულად იყოს ყველაფერი და არა ის, როგორც 20 წლის წინ ვანაში აკეთებდნენ. და ახლა რა პროდუქცია მაგალითად თევზის შემთხვევაში, ქათმის თუ რძის პროდუქტების შემთხვევაში ცოტა ხნის წინაც ვნახეთ, ხო? ნუ ხო, აი, ნახეთ, ამ ყველაფერს ვაუცილებლობდით ეს ყველაფერი და მათ შორის ვალდებულება DCFTA, რაც ავიღეთ და საკმაოდ სერიოზული თანხები დაუშვდა კომპანიებმა და კომპანიებმა ყველამ აბსოლუტურად მაქსიმალური გააკეთეს, რომ თანამედროვე სტანდარტებში მოიყვანათ, მაგრამ ნუ ჩვენ თუ ეს არ გვინდა და ჩვენთვის საკმარისი არის იქ სადღაც გამოხდილი არაყი იქნება თუ ჩამოსხმული იქნება ლიმონათი იმაში, ანუ ისევ ამ კატასტროფისკენ შეიძლება წავიდეთ, რა თქმა უნდა და ამიტომ ამდენი წელი, ამდენი შრომა ბიზნესისგან დახარჯული არ არის, რომ აქი წავიდეთ კიდევ ერთხელ, თამარ, აუცილებლად ხაზი მინდა გავუს, მე არც ერთი ინვესტიციის წინააღმდეგი არა ვარ, საიდანაც გინდა ინვესტიცია შემოვიდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ინვესტიციასაც გააჩნია, რო აბოლებენ, ეს არის დეველოპერული ბიზნესი, ეს ინვესტიცია არ არის. ინვესტიცია იცით რა არის? რო შეგვპირდნენ, რომ რაღაც 100 საწარმო იქნება თუ 1000 საწარმო დავაგუგუნებ, გავიდეთ 14 წელი დაიწყება, ხო, თუ მე-14 წელი დაიწყება რომელიმე საწარმო მიდით რა ნახეთ რა სად არის დასაქმებული ანუ ბოლო 13 წლიანი მმართველობის განმავლობაში ემიგრაცია არის მხოლოდ და მხოლოდ გაზრდილი და ემიგრაციის ხარჯზე გადმორიცხული თანხებით საზრდოობს ქართული ოცნება და ხმამაღლა იძახიან რომ რაც უფრო მეტი ადამიანი წავნა მოაზროვნე ადამიანი მიდის ხედავს რომ ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ არის და ნუ ვიღაცა ვინც ვერ მიყავს ან შვილი ვერ მიყავს ან მშობელი ვერ მიყავს ამ ეტაპზე რა თქმა უნდა ხომ შეერს ხوار დატოვებს რიცხავს ფულს ან თუ საშუალება მიეცა შემდეგ იმასაც წაიყვანს და ხა მაშინ დარჩება ეს ქვეყანა უბრალოდ იქნება შავი ხვრელი რომელიც არის დღეს და არ ვიცით კიდევ ამ Eagle Hills-ის უკან რადგან ზოგადად და ვისი ინვესტიცია არის და როგორი ინვესტიცია იქნება რეალურად და ნახეთ არაერთი იგივე ნავთობ ტერმინალის გადამამუშავებელის ხო ანუ აქ თავიდან ბოლომდე საკმაოდ სერიოზულ პრობლემატურ საკითხებში ვარ და მათ შორის რო ღლიცინებენ და უხარიათ რომ აი უკრაინა ამდენი წელია იბრძვის და რას დათანხმდა რა იცით რას დათანხმდა არაფერსაც არ დათანხმებულა ევროპასთან ერთად საკმაოდ მაგრა დგას უკრაინა და ზუსტად ვიცით გაიტანს და რომელიმეს ეყოფოდა თავი რომ ტრამპთან ელაპარაკა ისე როგორც პირველ შეხვედრაზე ელაპარაკა თუ რა რომ დაცინიან ის არის რა ქვია უხუნჯევ თუ რაღაც არის ის არის კაცი და ძალიან სწორად მიყვება იმ პოლიტიკას, რომელსაც მიყვება და რა თქმა უნდა ხა იქ ვინ რა შეთავაზა ერთია, მაგრამ მეორე არის მე ვიცი რომ ის 28 პუნქტიდან 19-მდე არის ჩამოსული და იქ კიდე რა თქმა უნდა გაირკვევა და დარწმუნებული ვარ რომ მას დათანხმდებენ ხა ვინ დათმობს როგორ წარმოგიდგენიათ ხა ამდენი ადამიანის 10,000-ობით უკრაინელის სისხლი არის დავრილი ეს განწყობები ქართული ცნების წარმომადგენლების მხრიდან აშკარაა რომ ისინი უფრო რუსეთის სასარგებლო არის ნუ ამაზე ხო კითხვის ნიშანია აღარ არის რომ მხოლოდ და მხოლოდ აქ რუსეთის სასარგებლოდ ხდება ეს ყველაფერი იმიტომ რომ ჩვენ ცივილიზაცია შორდებით მივდივართ ჩინეთთან მივდივართ არაბეთთან უახლოებით იმიტომ რომ იქ ჩვენ არაფერი არ გვესაქმნა თუმცა წავლენ გაიჯგიმებიან დადგებიან ხან არ ვიცი რომის პაპთან ეხა ბოლო პერიოდი რაღაც ტრენდული გახდა რა ყველა საელჩოები ევროპის ელჩები ვინც არიან წარმოდგენილი ევროპაში დიასპორის იმებს ხვდებიან ხან ვიღაცასთან სურათს გადაიღებენ ყველა დადებს რომ აი რაში რატო რას აკეთებთ მაგით ეხა გინდა დაგვაჯეროთ რომ ისეთი კარგები ხართ რომ ვერ არ არსებულენ როგორ შეიძლება ევროპასთან დაალაგდეს და მეორე მხრივ გვეუბნებთ რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და თურმე ევროპა გახდა ცუდი და ევროპა არ გვიღე
არ გვიღებს, თურმე რატო ასანქცირებს, რა შვება, რა თქმა უნდა, ეს. აი ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა რეკლამამდე და უნდა გკითხოთ იმ დაპირისპირებაზე, რომელზეც იყო ლაპარაკი ხო გუშინ გულისხმობ ნიკა მელიასა და მიხელ სააკაშვილის შორის. ხო, ახლა ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ეს უნდა გადაილახოს და ისინი მზად არიან, რომ ამისთვის რაღაც დამატებითი ძალისხმევა გასწიონ. თქვენს კოალიციაში როგორია პოზიცია და თქვენ მე რა თქმა უნდა, ხა ჩემ პოზიციას აუცილებლად პირადად დავაფიქსირებ, რომ ეს დაპირისპირება მოდი არ დავარქვათ ჯერ, იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად არაფერი არ ყოფილა, ხო? ანუ ჩვენი ლიდერების მხრიდან ნიკას მოუწია, უბრალოდ ნიკამ გაცა პასუხი, თავდასხმა წამოვიდა, თითქოს ჩვენ რაღაცა მოღალატეები ვართ, რაღაც ვქენით, რაღაც თუმცა აი ამ ბრძოლაში მithumetes ეხლა როდესაც ამ ბრძოლაში ვართ, რა მნიშვნელობა აქვს და თავიდან ბოლომდე, ანუ ჩვენ ვანახეთ და დავდეთ ის შედეგი რაც იყო მაქსიმალური არჩევნებზე, ანუ ერთ წლის გამოყალიბებული იყო პარტია და ვანახეთ რომ საკმაოდ სერიოზული შედეგი დაიდო, ესეთი შედეგი, ანუ არასდროს საქართველოს ისტორიაში ერთ წელს შექმნილ პარტიას ნამდვილად არ ქონია და ვფიქრობ ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო ნამდვილად ახალი სუფთასახეებით არის დაკომპლექტებული ჩვენი კოალიცია, მე ესე ვიტყოდი, ვისაც მოტივაცია აქვს ამ ქვეყნის აღშენებლობის და ვთქვათ არა იმ რაღაცა ძველი სახეებით და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ რომ სანამ ზოგადად რაღაცას იტყვიან და რაღაც გაყიდვაზე არის თამაშის თუ მოღალატეობრივ თემებზე არის საუბარი, იქამდე გონება დაატანონ, იმიტომ რომ ამითი მხოლოდ და მხოლოდ ისევ ქართულ ოცნებას უправებენ და ეს ხო არასერიოზული ხდება, რომ დღეს ერთი ვთქვი და უი მე შენ კი არ გითხარ, იმას კი არ ვთქვა, აბა რა ვიცი, მაშინ დაასახელეთ პირდაპირ თქვით, რომ კოორდინაცია მაინც აი სულ არის მოთხოვნა საზოგადოებაში ამაზე, რომ პოლიტიკოსები უნდა იყვნენ ერთადერთი კოალიცია ვართ, ცოტა უფრო უნდა გააქტიურდნენ. კიდევ ერთხელ გიხსნით და არაერთხელ მისაუბრეთ თქვენ ეთერ საშუალებით. ერთადერთი კოალიცია ვართ, რომელიც თავიდან ბოლომდე შეკრული დავრჩით. და ეხლა საკმაოდ სერიოზული მზადება გვაქვს, ზეგ მოგეხსენებათ უკვე რომ ევროპის მარში იქნება საკმაოდ დიდი. ჩვენი გუნდის წევრები ყველანი აბსოლუტურად ვინც არიან ერთგულად დგანან და ყოველთვის ვიძახთ ჩვენი კარი ყველასთვის ღია არის, რა თქმა უნდა გარდა ერთი პარტიისა, რომელიც აღმოჩნდა ქართული ოცნების კარის პარტია, რომელიც შევიდა და თავის მოკლე ტვინით იფიქრა, რომ ჟარგონულ სიტყვას მიხარ ეგენი უფრო კარგად გაიგებენ, გაუправებდნენ პარლამენტში, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ გაუправეს და პირიქით კიდევ უარეს დღეს ჩავარდა მათი ლიდერი და უარესი მოვათ. ანუ ისინი აბსოლუტურად ისინი მართლა აღარ არსებობენ პოლიტიკურ ველზე და ვეღარც იარსებებენ, მაგრამ დანარჩენი აბსოლუტურად ვინც კი არიან აქტივისტები იქნებიან, პოლიტიკური პარტიები იქნებიან, საზოგადო მოღვაწეები იქნებიან, კულტურის წარმომადგენლები, სპორტის წარმომადგენლები, აბსოლუტურად შემოკარგებო ყველასთვის ღია ვართ. ეხლა ეს საქართველო არც ნიკასი არის, არც ივასი არის, არც ზურასი არის და არავის არც თამარიც არ არის. საქართველო ჩვენია, ჩვენი გადასარჩენია და ყველა ერთად ვართ ამ ბრძოლაში შესული ჰიბრიდულ ომში. კიდევ ერთხელ გიხსნით, არ გეგონოთ რომ აქ თუ ბომბები არ წვივა და რაღაც არ დრონები არ დაფრინავენ, რომ ეს ომი არ არის, ეს ჩვეულებრივად ომია და დამერწმუნეთ რომ გაცილებით უფრო რთული ომი არის, იმიტომ რომ სად აღმოჩნდებით ჩვენ და რა ბედი გველის, არავინ არ ვიცით, იმიტომ რომ შეიძლება აღმოჩნდეთ ის რუსეთის გუბერნია და აბსოლუტურად როგორც ახლა აფხაზეთიდან, ოსეთიდან მიყავთ საომრად ფრონტზე, ხვალე თუ გაილაშქრა პუტინმა და მოინდომა რომ ჩვენ ანუ თავის ქოლგის ქვეშ აღმოჩნდით, ჩვეულებრივად ახალგაზრდებს ვინც არიან ჩვენი მამული შვილები, ანუ ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, გაუშვებენ ფრონტზე, როგორც მოხდა სამამულო ომის დროს 1940 წელს, ახალგაზრდებს შეიძლება არ იციან ეს საერთოდ წარმოდგენიც არ აქვს რა იყო, უბრალოდ მიერეკებოდნენ ქართველებს, რომ სამშობლოს დასაცავად ესეთი იყო როძინუ და რაღაც ალბათ ესეთი იქნება ზაროძინუ და სტალინა ხო ეს ხო ამის დაბრუნება არ გვინდა ამას ვიბრძვით შემოკარგებო ეს წელი გავიდა ხო ამ აქციების უწყვეტი პროტესტის დაწყების შემდეგ ახლა რა მოლოდინი გაქვთ თქვენ ამ აქციაზე იქნება თუ არა ეს რაღაცნაირად უფრო მეტად გამორკვევის დღე საზოგადოებაში არა გამოსარკვევი რა არის თამარა გარაფერი გამოსარკვევი არ არის აქ უბრალოდ კიდევ ერთხელ ჩვენ დეკლარირებას ვაკეთებთ ის ადამიანები ვისაც გვინდა პროევროპული მომავალი ხო ანუ ვისაც უნდა რომ ევროპასთან ერთად გააგრძელოს ცხოვრება ვისაც უნდა რეალურად სიმშვიდე და აუხსნი აუცილებლად აბა გაიხსენეთ რომელიმე ევროპული ქვეყანა იმითხარით აი ყოველთვის მაგალითი მომყავს ხოლმე ბალტიის პირა ქვეყნები ჯამში არის სადღაც ალბათ 5 მილიონი ცოტა შეიძლება მეტი ჯამში 5 მილიონი დაესხა თავს შეძლო რუსეთმა თავდასხმა ვერ შეძლო რა თქმა უნდა ცალსახა დაესხა უკრაინას 40 მილიონიანს მაგრამ ბალტიის პირა ქვეყნები არიან ევროკავშირის წევრები
ნატოს წევრები, ანუ რა თქმა უნდა შიში აქვს და ვერაფერს ვერ აკეთებენ, ხო? იმიტომ ამიტომ არის სწორად ჩვენი მისწრაფება, ამიტომ იყო რომ გვინდოდა ნატოს წევრი გავხდარიყავით, ამიტომ გვინდა რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, რომ აქ იქნება უსაფრთხოების გარანტი, უპირველეს ყოვლისა რაც მნიშვნელოვანი არის და გარანტი სტაბილურობის, სტაბილური ბაზრის. ბიზნესმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის 500 მილიონიანი ბაზარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ბიზნესი რა თქმა უნდა მზად არის იმისთვის, რომ ევროპულ ბაზარზე შევიდეს, მაგრამ ის ფაქტორები, რაც ბოლო პერიოდში ხდება, სამწუხაროდ ხელს უშლის. თუმცა კიდევ ერთხელ თქვენ ეთერის საშუალება დაუცლებელად დავძენ, რომ არც ერთი ბაზარი არ უნდა იყოს ჩაკეტილი ბიზნესისთვის, მათ შორის არც რუსეთის ბაზარი, კაცო, საექსპორტო ბაზარი ყველასთვის ღია უნდა იყოს და სადაც შეიძლება გაიტანო, მაგრამ როდესაც იცი, რომ არამყარი პარტნიორი არის შენი და ერთხელ ისე ჩაგიკეტა, როდესაც მასზე იყავ დამოკიდებული, რომ გაწყდი წელში, არ შეიძლება, რომ არასტაბილურ პარტნიორზე იყო ჩამოკიდებული და ძალიან კარგად იციან ეს და ძალიან კარგად ის. დიდი მადლობა სტუმრობისთვის ივაჭ მადლობა მოწვევისთვის. კოალიციის წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი.